გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 11 წლის ბავშვის მიმართ ჩადენილი პედოფილიისა და გარყვნილი ქმედების ბრალდებით 40 წლის კაცი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გამიზნულად შექმნა Facebook და Instagram ყალბი ანგარიშები, რომელთა მეშვეობითაც სისტემატურად უკავშირდებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 14 წლამდე ასაკის გოგონებს. ეცნობოდა მათ სხვადასხვა სახელით, უმალავდა საკუთარ ასაკს, ვინაობას, უგზავნიდა პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო, ვიდეო მასალას და სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა. გამოძიებამ პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის 5 დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოავლინა. დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაზარალებულ ბავშვებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური დანაშაულისგან მიყენებული ტრავმის გასაქარწყლებლად სახელმწიფოს ხარჯით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას შესთავაზებს. დაკავებული 40 წლის ბრალდებული Facebook-ისა და Instagram-ის ყალბი გვერდების მეშვეობით 14 წლამდე ბავშვს უკავშირდებოდა. უმალავდა საკუთარ ასაკს და ვინაობას, წერდა სექსუალურ შინაარსის მესიჯებს და პორნოგრაფიულ ფოტო და ვიდეო მასალას უგზავნიდა. ჩხრიკის შედეგად აღმოჩენილია მიმოწერები ათეულობით არასრულწლოვანთან და ნანახია პორნოგრაფიული და ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა. პედოფილიაში მხილებული ბრალდებული დაკავებულია. მამაკაც ბრალდება პედოფილიის, ასევე გარყვნილი ქმედების 5 ეპიზოდზე წარედგინა. დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.